მომისვიდე. პიდარას თუ ხო შეიძლება? არა, ხო, ბოდიში მაშინ, ხო, კარგი. იყო სტალინი. აი, ყველა სააკაჭმის ელოდე. ხარულავა. ეს მაჯგალაძეს ელოდე. ეს მაჯგალაძე არის პენტაგონას. პენტაგონა უფრო სხვა რამეს იმსახურებს. ხო, ეს მაჯგალაძეს ან ხაბეიშვილს უეჭველი რა. ეს ხაბეიშვილის ის არის რა ქვია. აი პაროდა რო იტყვიან. აი სამარცხვინოა რა თქმა უნდა ძირ. Porque esta gala, tanto la gala de transformismo დოიაშვილი, აი ეს არის შენი მომავალი. შენ აქ არაფრად არ ვარ გიხარ და აი ესე გამოხვალ, აი ესე აჟურნი კალგოტკებით და აი აქ წარს დგები LGBT ფესტივალზე. იმიტომ რომ შენი მომავალი ხა იმ თეატრში კარგად ვიცით როგორ მოხდი. ეს სააკაშვილმა დაგაწინაურა ალბათ იმ 24000 ფაილის მისი Megis Pictures-ის ერთ-ერთი ის ახარ რა ქვია მთავარი როლის შემსრულებელი. აი მეგი ქარდავამ რო გადაიღო ფილმები 24000 სერიანი. ერთ-ერთი მთავარი გმირი აი ამ 24000-ია ფილმში, შენ ახარ იმ Megis Pictures-ის ფილმში და ალბათ ეხლა მოგიწევს აი მისი იცით აი ამ ადამიანის მსგავსად წარდგობა და რა ვიცი რო გპირდებოდი აი განახებ ჩვენ რა ვარო სად ახარ აქ ხო არ ახარ ამ კაცთან ერთად ხო არ გამოდიხარ იმ კალგოტკებით იქა რომელიმე სცენაზე იმ ბესელიასთან ერთად და სხვებთან ერთად ხო არ გამოდიხარ იმ ბოგისვანის დუქანი ისიც ვაფშე ბოგისვანის დუქანი სად არის თქვენ იქით ხშირად დადიხართ ხოლმე არ გაგიგონია რომ მიადექი იმის მაგერო ქართულ ხალხს მიულოცო ამ ხელა გენია ყავდათ ამ ხელა დანაკლისი გაიღეთ სოფლიო ფაშიზმისა განიხსენით 17 დღეში კობ თქვენ ამ კაცი აი მარაურო უჭირავს ამ უკანანის მიცემზე ამაზე ესეც იმიდან არის იმ ფილმიდან ჩვენ რო ვაჩვენეთ იქ მოდის კვირეული რო ფეშენ მოდის ესეც ხო არისო იმ მოდის იმაზე გამოსული იმ კალგოტკები ეს მოხუცებული ხო და მოხატული ხელით მარაოთი თქვენ ხო არ გახველებთ ბატონო პაატა შეხვდებით ხო არ გახველებთ ახელებ მაგრამ ის კაცო ის ზაზარა მიიყვანა ამასთან განებე სულელია ის კვაჭაძე მაიღო დისერტაცია სულელია მე გახდება მინისტრი და კვაჭაძე და აი კვაჭაძეს მაგო აშუაშა დანაშაული ჩაედინა და ხა ანჯელინა ჯოლიზე გამახსენდა კაცო ეს ანჯელინა ჯოლი 70 წლის რო გახდეს ეგ ანჯელინა ჯოლი მირჩევნია აი ამ ახიჯ ნაციონალებს რომლებიც გამოდიან იქა და რას გვანან ერთი მაინტერესებს ეს უბედურები ესენი როგორ იქცევიან და ერთი გამახსენდა აი ამ მოდიში და აი მე არ ვიცი ამ ბურჟუაზიას აღარ შეუძლია იბატონოს პარლამენტარიზმისა და ბურჟუაზიული დემოკრატიის ძველი მეთოდებით შეგამოყრებულო ბატონო გრიშა ძალიან აქ ხო რა გეხოცებით რა დაბლოკავი კი არა შეიძლება დაგხურო კიდევაც რა ის გამოც ის საუბარი მაგრამ ეს ახლა სამარცხვინოა ქუთაისელი ქალბატონი იმერელი ქალი რას კადრულობს სინდის ნამუსი არა გაქვს საერთოდ დაკარგე ყველანაირი ღირსება რა უბედურება რა ძუძუს თავები გასკდება შეუპატრონო შენ არა ძუძუს თავებზე მასკდება შენი კოცნების სითბო საცაა გაიკვირდება სველის ხეულიც გიხმობს 100,000 პეპელა მუცელში ცეკვავს სამბას შენი თითების მახეში ეძალებიან გაბმას შენ კი შორს ახარ ისევ შორს ზეწრის კიდევს ჭმუჭნი როგორ უნდა ჩემს ხელს ჩამოცლა შენი ჭურჭლის როგორ უნდა ჩემს ბაგეს ყველაზე დატოვოს ბაგი შენი ფჩხილების ნოტებმა დამაკარგვინოს თავი კлау საკუთარ ნერწს ჯერდები ენით ვისველებ ტუჩებს მითხარი თუ გენატვები რატო როგორ უცლებ არა ისე ძუძუები მართლა ასკდება მაგრამ არა რა უბედურება მის მკერდის ის არის გამარჯვებული კარგი რა ბატონო ნიკოლას ახლა მაგის მკერდი არის ერთ-ერთი ესე იგი ეგ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მე მგონი ასე თუ მიდგება მაგაზე კაი მკერდი ვალერი გელბახიანს ისე გეპლანჭებას მე მგონი ეს ქურდაძე თქვენ ამ მარაოთი ბატონო ის რა ქვია ბატონო გრიშა მაგის შემეძნოს და მაგისთვის თუ მოვიცალო და რაღაცებს სორი ხარ ვარიგობდა იქა და ის რო უბამს ხარს ის აქ უბარდია
ესე იგი მე გეტყვით აქ როგორ დამთავრდება ბოლო სერიაში აქუ და გუბაზე გაიპარებიან და დაქორწინდებიან. აი ეს იქნება ის ბოლო სერია რა. ისე უკრავს თავს და ეს გუბაზა ხშირი სტუმარი არის ამ აქუსი რომ ის ცოლის მიერ დაჭრილი აქუბარდია უკანალში. ეს უკანალში რატო ჭრიან ერთმანეთს? იმ რა ქვია ის გრიგორიადისი რო იყო მამა დაჭრა. ეს აქუბარდია ცოლმა დაჭრა. ეს უკანალში რატო ჭრიან მაინც ეს რა ფენომენი არის რა? და მე რაღაც სხვანაირად მოქმედებენ. ხა? სხვა რამე ხო არ ხდება აქ დაჭრილები კი არა სხვა ეს ქალბატონი ხოშტარია, რომელიც საროსკიპოდან გამოქცეულ მეძავს აგავს. ვარ და ეს ქალბატონი ჩემს აღქმაში ახლა დღეს საქართველოში ძალიან მოდურია აღქმებზე და ტრენდული აღქმებზე საუბარი ეს ქალბატონი ჩემს წარმოდგენაში ეს გავს ძალიან გავს საროსკიპოდან გამოქცეულ მეძავს და აი ამ მეძავს ჩვენ საქართველოს არ დავაქცევინებთ. აი ხლა მაგას შეუძლია დაწვეს აეროპორტში შეუძლია დაწვეს, აი სადაც უნდა შეუძლია დაუწვეს სააკაშვილს იმაში, რა ქვია, იქ ვავამეთში თუ ვივამეთში. შეუძლია დაწვეს ჩალაძესთან, ქალბატონ გიულისა და გიორგი ჩალაძეს შუაში. ან გვერდზე, ან აღმა, ან დაღმა, მაგრამ ეხლა ისე ნუიზამ ქალბატონო ლეაკარო საბოლოოდ იქ დაგაწვინონ, სადაც შენი ადგილია და ჩვენ არავის არ ვემუქრ. აი ეს ვაჟბატონი. თურმე, აი აგერა ეს შმორი, ეს შმორი. ბატონო კორექტულად. ხო, LGBT მაისურია. ეს ეთყობა მართლა ახველებს ამას ეთყობა, ხო, ახველებს. LGBT მაისურია. აი ახლა მე საზოგადოებას უკითხავ. მე შენთვის როგორ მოვიცნი, რომ შენ გელაპარაკო, არაკაცო შენა. შე არა ფრანგო და არა ქართველო შენა. შენ ტრაგის მიცემო შენ. კარგი ბატონო გიშე კორექტულად რა. ძალიან აქ თქვით რა. მე არ დაგბლოკონ გადაცემაში. აი ახლა რომ მოვდიოდით გული დამეწურა ზუსტად მეჯვრისხევის ქუჩაზე იქ სადაც სააკაშვილი აგვისტოს ომის დროს ფორტყავდა იქ უნდა დაიდგა სააკაშვილის ძეგლი. შარვალ ჩახტილი სააკაშვილის ძეგლი და სოფელ ატოცთან უნდა დაიდგას ორი ძეგლი გვაქვს ჩვენ დასადგმელი საქართველოში ეს ახტილი და მუცელზე მხოხავი სააკაშვილის ძეგლი ქალაქ გორში მეჯვრისხევის ქუჩაზე მეორე ძეგლი უნდა დაიდგას სოფელ ატოცთან სადაც ესე იგი შარვალი ჩაიხადა აი ამ გათახსირებულმა ზურაბ გირჩმა და მესამე ძეგლი არის დასადგმელი საქართველოში ეს აუცილებლად ხასო მეგობრებო ეხლა აი ეს ამას ნუ ახლა ამ ქალს პატრონი არ აყავს გასაგებია მაგრამ ყველაზე სასაცილო რა ის ვინც უზის მეორე და ამას უსმენს ის ვინ არის საერთოდ ის ნორმალური გონია ჩვენ ვინც ამას უსმენს ის ხო უყვება ლექსებს არა ეხლა რადონის მორალური რო იტყვიან ზღვრიდან რომ აი უსმინო ამ ლექსებს და მე ეს დადო გამოაქვეყნო და მთელი ხალხი ხარხარებს პატრონი არ აქვს შეოჯახაშენებულო ვიღაცა ჩეჩელაშვილია თუ ჩენჩერაშვილია ესა რა გვარია ეს პატრონი არ აქვს კაცო შეოჯახაშენებულო ქალო რა არა ლექს კითხულობს რა ლექს კითხულობს კაცო ესეთი ლექსი მიაწამე არ ვიცი ეს ასეთი რაღაც დათოლი კლიკაძის ლექსი იქნება არა დათოლი კლიკაძეს ახლა დათოლი კლიკაძეს კაცმა თქვა ისაო რა ქვიაო ადრე რო დაგებრელებინა ჩემთვისო იმნაირი რო ვიყავითო კიდე ხო და ეხლა დათოლი კლიკაძეს თავის უბედურება და გაჭირვება ეყოფა და არ გვინდა ფუიეშმაკს და ჯვარიაქაურობას ახლა რა თქვინა დათოლი კლიკაძეზე თქვენი ლუკმა და გებრიელი ლუკმა დაგიტოვეთ ბოლოს და ხა თქვენზე უკეთ ვინ შეაფასებს აი ამ აღვიახსtildeობას რაც ახლა ვიხილ გულშის მე ყველაფერს გავკეთებია მე არ მიხმარობდა ესე იგი არ ვიცი ესე იგი მაგაზე თუ წახვიდოთ ესე იგი ზადი ცხებზე მინდა აი მე
მე საქართველოს ვანაცვალებ ჩერკასზე. მითითება მისცაო, რომ ჰიტლერს უნდა მიხმარებოდეს სათავეში მოსასვლელათო. ხო ხედავ, რას ამბობს ყრილობის ანგარიშზე? შენ სულელი ხარ ახლა რა? ამაზეც დაგბლოკავ. არა, ეგ ხა მაღაზია არ დაგბლოკავ. აი შენს გარდა შეიძლება ამაზე ვინმე ამაზე ის სიტყვები თქვას, რაც შეთქვი იმ საღამოს და ქვეყანას გააგონე. შეროთ ვერ შევხვდი ახლა არც დამირეკია. ნუ ახლა ზაზას ეგონა ნორმალურ რაღაცაში ვიწევენო რა. შენი მეგობარიო, მაგრამ ამის გარდა მეგობარი ხა ეს დაიტრამა ხა. როგორ შეიძლება გამორიცხულია გამოსტერებული კაცის მეგობარი იყოს ზაზა რა. მომისმინე ახლა რასაც გეუბნები მე შენ და მეორეჯერ ეს სიჩერჩეთი არა თქვა რომ